დამშვიდობისა დავბრუნდით პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. თქვენ უყურებთ გადაცემას დილა პირველზე, ანუ თაკალანძესთან, დათო გოგოლაშვილთან და გიორგი თვალაბეიშვილთან ერთად. ახლა სწორედ გიორგი განაგრძობს ჩვენს ეთერს იმისთვის, რომ მოგვიყვეს სპორტის ახალი ამბები. დილამშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. მთავარი ამბით ვიწყებთ, ეს არ ეხება ფეხბურთს, ეხება კალათბურთს. გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება განხორციელდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, რომლის შემდეგაც Golden State კიდევ უფრო გაძლიერდა და ამ გუნდის დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება წესიდან რიგით, ვინაიდან გუშინ ლიგის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა კევინ დურანტმა გამოაცხადა, რომ ის სწორედ Golden State-ში გააგრძელებს კარიერას. ის გააფორმებს კონტრაქტს 1+1 სისტემით აი ამ გუნდთან და მიიღებს ხელფასის სახით $54 მილიონ. სეზონის დასრულების შემდეგ მოიხსენება დურანტმა არ მოისურვა ოკლაჰომა სიტისთან კონტრაქტის გაგრძელება და თავისუფალი აგენტი გახდა. ამის მიზეზი ცნობილია, უკვე 10 წელია თამაშობდა დურანტი ოკლაჰომაში, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება და ახლა საჩემპიონო ბეჭდის მოპოვება მას სწორედ Golden State-თან ერთად. მოკლედ სტეფ კარი, კევინ დურანტი ერთად, ამას ემატება დრეიმონდ გრინი, ამას ემატება კლეი თომპსონი და ძალიან მოსწრებულად თქვა გუშინ ვაშინგტონის პოლონელმა ცენტრმა მარცინ გორტატმა ეს გუნდი არ გაჩერდებოდა ყოველ მატჩში უკვე 200 ქულას დააგროვებს. მოკლედ Golden State ხდება ნამდვილი მონსტრი და მართლაც რთული წარმოსადგენია, რომელმა გუნდმა შეიძლება მოახერხოს მისი დამარცხება უკვე მომავალ სეზონში. ჩვენ გადავიდეთ ჩოგბურთზე, გუშინ საინტერესო დღე იყო დიდი სლემის რიგით მესამე ტურნირზე, უიმბლდონზე, მერვედფინალური მატჩები გაიმართა როგორც ქალების, ასევე მამაკაცების ტურნირზე, ჯერ ვისაუბროთ ქალების ტურნირზე, სადაც გუშინ კარგად გამოიყურებოდნენ დები ვილიამსები, სერენა და ვინუსი. მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა ვილიამსი ეთამაშებოდა რუს სვეტლანა კუზნეცოვას, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმას აფიქსირებდა და სხვათა შორის სერენას ძალიან გაუჭირდა პირველ სეტში კუზნეცოვას წინააღმდეგ, ვინაიდან 5-4-ზე რუს ჩოგბურთელს ჰქონდა სეტზე ჩაწოდების შანსი, მაგრამ ეს გეიმი საკუთარ მოწოდებაზე კუზნეცოვა ვერ აიღო და აი აქედან მოყოლებული უკვე სრული უპირატესობა მოიპოვა სერენა ვილიამსმა, მან ზედზე 9 გეიმის აღება მოახერხა და მოიგო შეხვედრა ანგარიშით 7-5-6-0. მე-11-ად გავიდა უიმბლდონის მეოთხედფინალში ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი და ამ ეტაპზე შეხვდება კიდევ ერთ რუს ანასტასია პავლიჩენკოვას, რომელმაც ასევე მოახერხა სხვათა შორის კარიერაში პირველად დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა. რაც შეეხება ვინუს ვილიამს, მისი მეტოქე იყო ესპანელი კარლოს სუარეს ნავარო და სხვათა შორის ახაც დაახლოებით იგივე სცენარი იყო, რაც სერენასა და კუზნეცოვას შეხვედრაში, კერძოდ ამერიკელი ვეტერანი ვინუს ვილიამსი პირველ პარტიაში ასევე აგებდა 4-5-ს, ესპანელ ჩოგბურთელს შეეძლო სეტზე ჩაწოდება პირველ პარტიაში, მაგრამ აქ გადაარჩინა ვილიამსმა გეიმი და საბოლოოდ საქმე მიიყვანა ტაიბრეიკამდე, სადაც აშკარად უკეთ გამოიყურებოდა, 7-3 მოიგო მან მე-13 გეიმი. რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ვინუს ვილიამს 1-11 ბრეიკი ჰქონდა, 2 ბრეიკი შეასრულა და 1 მხოლოდ კარლოს სუარეს ნავარომ და 6-4 მეორე პარტიაში ვინუს ვილიამსი პირველად 2010 წლის შემდეგ გადის უიმბლდონის მეოთხედფინალურ ეტაპზე. შეგახსენებთ, რომ ვინუსი თავის დროზე 5-ჯერ იყო უიმბლდონის ჩემპიონი, მაგრამ ბოლო პერიოდში ასაკისა და ტრამვების გამო უკვე ვეღარ ახერხებს დიდ წარმატებების მიღწევას სწორედ აი ესეთი სერიის ტურნირებზე. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ 4-ვე მეოთხედფინალური წყვილი ქალების ტურნირის. სერენა ვილიამსი, პავლიჩენკოვა, ციბულკოვა, ვესნინა, ჰალეპი კერბერი და ვინუს ვილიამსი, შვედოვა, ყაზახმა ჩოგბურთელმა სენსაციურად გააღწია მეოთხედფინალურ ეტაპზე, გუშინ მან ჩეხი საფარჟოვა დაამარცხა. და ბოლო ინფორმაცია პირველი გამოშვებისთვის, ეს არის ველოსპორტი, ტურ დე ფრანსი, ლეგენდარული ფრანგული ველომარათონი ნელ-ნელა ძალას იკრებს. გუშინ გაიმართა მესამე ეტაპი, დისტანციის გრძე იყო 223 კილომეტრი გრანვილიდან ანჟერსამდე, სწორედ აი ეს მანძილი უნდა გაევლოთ ველომბოლებს. ეს არის არმინდო ფონსეკა, კოლუმბიელი ველომბოლი, რომელიც გაექცა პელოტონს. დისტანცია პრინციპში სწორი იყო, ამიტომაც ფინიშზე ელოდნენ სპრინტერების გარჩევას, მაგრამ ტრადიციული გაქცევაც ვიხილეთ, ჯერ გაიქცა ფონსეკა, შემდეგ კი აი ესე გამოემშვიდობა პელოტონს ტომას ფოკლერი, რომელიც სადღაც 92 კილომეტრზე დაეწია გაქცეულ ფონსეკას და აი ამ ველომბოლებმა სადეს ფინიშამდე მარტო მისვლა, მაგრამ ვერ მოახერხეს, სადღაც 8 კილომეტრით ადრე ფინიშამდე პელოტონი დაეწია გაქცეულებს, აი ეს მომენტი სწორედ და როგორც მოსალოდნელი იყო გათამაშდა სპრინტერული ფინიში და ორმა საუკეთესო სპრინტერმა მსოფლიოსი, ბრიტანელმა მარკ კევენდიშმა და გერმანელმა ანდრე გრაიპელმა იბრძოლეს და ჯერჯერობით კევენდიში, ლეგენდარული ბრიტანელი ველომბოლი კარგ ფორმას აფიქსირებს, მან უკვე მეორე ეტაპის მოგება მოახერხა ამ ტურ დე ფრანსზე და
სხვათა შორის ეს არის მისი 22-ვე გამარჯვება ფრანგული ველომარათონის ისტორიაში და ეს ამ მაჩვენებლით ჩამორჩება მხოლოდ ლეგენდარულ ბელგიელს ედი მერკს. აი ესე მოუგო ბოლო მეტრებზე კევენდიშმა გრაიპელს. ნელ-ნელა ტურ დე ფრანსი უკვე მთებში გადაინაცვლებს ალპებში და სწორედ იქ უნდა გაერკვეს და ასევე პირენეებზე თუ ვინ მოიგებს საერთო საფრთხეში ლეგენდარულ ფრანგულ ველომარათონს. დიდი მადლობა. ეს იყო გიორგი თვალებეიშვილი, რომელსაც ჩვენს გარაცემაში კიდევ არაერთხელ შევხვდებით. ვისაუბროთ და დავიწყოთ მეორე გამოშვებაში საუბარი ევრო 2016-ზე. დღეს თამაში იქ არ არის, ხვალ გაიმართება პირველი ნახევარფინალური შეხვედრა. ლიონში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პორტუგალია და უელსი და რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ამ მატჩთან დაკავშირებით. მთავარი გახლავთ ის, რომ შეიძლება ხვალინდელ ნახევარფინალში ვერ ვიხილოთ პორტუგალიის დაცვის ლიდერი პეპე, მადრიდის რეალის ფეხბურთელი, რომელსაც გუშინ არ უვარჯიშია, რადგან ბარძაყის ტრავმა აწუხებს და აი მისი მოედანზე გასვლის საკითხი გაირკვევა უშუალოდ მატჩის წინ. თუ პეპემ ვერ მოახერხა მოედანზე გასვლა, ეს მართლა სერიოზული დანაკლისი იქნება პორტუგალიის ნაკრებისთვის, ვინაიდან მას ისედაც დააკრება ამ მატჩში კარგი ჩამშლელი, ეს არის ვილიამ კარვალი, რომელსაც 2 ყვითელი ბარათი აქვს და ამის გამო ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას. რაც შეეხება უელსის ნაკრებს, თქვენ სწორედ აი ამ გუნდის ვარჯიშადენებ თვალს. მთავარი ამბავი ის იყო, რომ გუნდის ლიდერმა გარეთ ბეილმა ივარჯიშა, მაგრამ ივარჯიშა ინდივიდუალური პროგრამით, მან და მაინც ის მწვრთნელებს არ დაუტვირთათ, ვინაიდან მცირე ტრავმა მასაც აწუხებს, თუმცა აქ ყველაფერი გარკვეულია, გარეთ ბეილი აუცილებლად იქნება ხვალ მოედანზე და გაუძღვება თავისი ენეს, მით უმეტეს რომ ის გუნდს ძალიან ჭირდება, თუნდაც იმიტომ და მისი მონდომება, თუნდაც იმიტომ რომ აარონ რემზი, ერთ-ერთი ლიდერი ასევე უელსის ნაკრებისა, ვერ ითამაშებს 2 ყვითელი ბარათის გამო. სხვა შორის გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფამ დანიშნა 2-ვე ნახევარფინალზე მსაჯები. პორტუგალია უელსს გაუძღვება შვედი არბიტრი იონას ერიქსონი, ხოლო გერმანია საფრანგეთს, რომელიც გაიმართება 7 ივლისს მარსელში, იტალიელი ნიკოლა რიცოლი და თითქმის ცნობილია ფინალის მსაჯით, ეს იქნება ინგლისელი მარკ ატენბურგი, ოღონდ იმ პირობით, რომ პორტუგალიამ უნდა დაამარცხოს ნახევარფინალში უელსი, წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ სხვა მსაჯის მოძებნა მოუწევს უეფას და ატენბურგი აღარ იქნება ფინალის არბიტრი. გავაგრძელოთ საფეხბურთო თემა უკვე საკლუბო ახალი ამბით. გუშინ პარი სენ-ჟერმენმა, საფრანგეთის ჩემპიონმა, ოფიციალურად წარადგინა თავისი ახალი მთავარი მწვრთნელი. ეს არის ესპანელი სპეციალისტი უნაი ემერი, რომელიც ძალიან წარმატებით ავარჯიშებდა წინა წლებში სევილიას და ამ გუნდს ზედიზედ 3-ჯერ მოაპოვებინა ევროპის ლიგა. მოგეხსენებათ, პარიზულმა გუნდმა გაუშვა ლორან ბლანი წინა მწვრთნელი, მიუხედავად იმისა, რომ მან ზედიზედ 3-ჯერ გახადა პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონი. ბლანმა მთავარი ვერ გააკეთა, ძალიან დიდი ფული დაიხარჯა პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობის შეკრებაზე, მაგრამ ვერ მოაგებინა ბლანმა გუნდს ჩემპიონთა ლიგა და უნაი ემერის, რომელიც ქვეყანებზეა, სწორედ მთავარ მიზნად უსახავენ კლუბის ხელმძღვანელები ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას. ამ თემაზე გუშინ ილაპარაკა სხვათა შორის ესპანელმა, მან განაცხადა, ჩვენ ყველაფერს მოგება გვინდა, ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის, ჩემპიონთა ლიგა, мотиваცია და ოცნებაა პარი სენ-ჟერმენისთვის, აცხადებს უნაი ემერი. თანათან კი ახალი მოთამაშეები ჩნდებიან პარიზულ გუნდში. მოგეხსენებათ, პარიზელებმა გაუშვეს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ხოლო ჯერჯერობით გუნდში მოვიდნენ გრჟეგორ კრიხოვიაკი, პოლონელი საყრდენი ნახევარმცველი, სწორედ სევილიადან, ასევე ტომას მონიე, ბელგიის ნაკრების განაპირა მცველი ბრიუგედან და გუშინ წარადგინეს სხვათა შორის უნაი ემერისთან ერთად ფრანგი ნახევარმცველი ჰატენ ბენარფა, რომელიც მოგეხსენებათ თამაშობდა წლების განმავლობაში ნიუკასლში, ხოლო შარშან გამოდიოდა ნიცას შემადგენლობაში. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელები აი ამ გარიგებებით არ დაკმაყოფილდებიან და ერთი მეგა ტრანსფერი მე მგონი მაინც განხორციელდება პარიზული გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან. და უბრუნდებით ის უიმბლდონის თემას, ჩვენ ვისაუბრეთ ქალების ტურნირზე, ქალების გუშინდელ მატჩებზე და გუშინ მეორე ფინალური შეხვედრები მამაკაცებმა ჩაატარეს. მათ შემდეგაც გამოვარდა უიმბლდონიდან ნოვაკ ჯოკოვიჩი, მოულოდნელად სენსაციურად მე-16 ფინალური ეტაპიდან უკვე მიიღეს შანსი სხვა შეუერთებლებმა აი ამ დიდი სლემის ტურნირის მოგებისა და რა თქმა უნდა თავარი პრეტენდენტები არიან ბრიტანელი ენდი მარეი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი. გუშინ ენდი მარეი მართლაც საჩემპიონო თამაში აჩვენა ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის წინააღმდეგ და 3 სეტში გაანადგურა ეს შეუერთებელი 7-5, 6-1, 6-4, ხოლო პირველ პარტიაში ქონდა მცირე პრობლემები მარეის, მაგრამ მოახერხა მოგება 7-5, ხოლო მეორე და მესამე სეტში უკვე თითქმის არანაირი ბრძოლა კორტზე არ ყოფილა. დასთავარია მარეიმ ითამაშა ძალიან კარგად საკუთარ მოწოდებაზე. ერთი ბრეიკ პოინტის შანსიც არ ქონია კირგიოს ამ შეხვედრაში, ხოლო ენდიმ 13 ასეთი შანსი მიიღო და აქედან 4 გამოიყენა. ახლა ის მეოთხე ფინალში ხვალ უკვე შეხვდება ფრანგ ჟო ვილფრიდ სონგას, რომელსაც გასეირნება გამოვიდა თანამემამულე გასკეს წინააღმდეგ, ვინაიდან გასკემ 2-4-ის შემდეგ პირველ პარტიაში
იუარა მატჩის გაგრძელება, ვინაიდან ტრავმა მოიმიზეზა. რაც შეეხება როჯერ ფედერერს, ის ეთამაშებოდა ამერიკელ სტივ ჯონსონს, ნაკლებად ცნობილ ჩოგბურთელს. 6-2, 6-3, 7-5 ასე მოიგო თავის შეხვედრა შვეიცარიელმა ლეგენდამ. პირველ პარტიაში იოლად გაიმარჯვა, რაც შეეხება მესამე სეტს. აქ თავდაპირველად ჯონსონი დაწინაურდა ბრეიკით 3-1, თუმცა ფედერერმა ძალიან მალე გაათანა ბრანგარიში და ტაიბრეიკამდეც არ მიიყვანა საქმე, 7-5 მოიგო მესამე პარტია. ფედერერი მე-14-ად გავიდა უიმბლდონის მეოთხედფინალში, რითაც გაიმეორა ამერიკელი ჯიმი კონორსის რეკორდი. გარდა ამისა, ეს იყო მისი 306-ე გამარჯვება დიდი სლემის ტურნირებზე და ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა აბსოლუტურ რეკორდსმენს ამერიკელი ლეგენდას მარტინა ნავრატილოვას. მეოთხედფინალში მარინ ჩილიჩი იქნება ფედერერის მეტოქე, რომელმაც გუშინ პირველი სეტი მოუგო ნიშიკორის 6-1, მეორე სიგობდა 5-1 და იაპონელმა საბოლოოდ ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება, ხვალ უკვე გაიმართება მამაკაცებს შორის მეოთხედფინალური მატჩები. საკმაოდ მსუყე გამოშვება გამოგივიდა და საკმაოდ ბევრი ამბით დაძვირთული. დიდი მადლობა, ესეც საინტერესო ამბებისთვის. ტრადიციულად სპორტის სიახლეები გიორგი თვალბეიშვილმა გაგვაცნო. გადავხედოთ გუშინ მთავარ ამბებს, რაღაც ამბებს გამეორება მომიწევს, რა თქმა უნდა, ამის გარეშე არ იქნება, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება განხორციელდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. Golden State კიდევ უფრო გაძლიერდა გუნდი, რომელიც შარშანი იყო NBA-ის ჩემპიონი, წელს ფინალურ სერიაში გააღწია და 7 მატჩი წააგო კლივლენდ კავალიერსთან. ძლიერდება ლიგის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავით კევინ დურანტით, რომელიც 4-ჯერ იყო თავის კარიერაში საუკეთესო ბომბარდირი რეგულარული სეზონისა. და ესეთი სნაიპერი უერთდება Golden State-ს, რომელსაც ისედაც არაკლია შემტევი და შედეგიანი კალათბურთელები სტეფ კარისა და კლეი ტომპსონის სახით და ახლა მათემატება კევინ დურანტი 1+1 სქემით აფორმებს კონტრაქტს დურანტი Golden State-თან და მიიღებს $54 მილიონ აი ამ კლუბისგან. მოგეხსენება დურანტმა სეზონის დასრულების შემდეგ, შაშადელი სეზონის დასრულების შემდეგ არ მოისურვა ოკლაჰომასთან კონტრაქტის გაგრძელება და გახდა თავისუფალი აგენტი, რის შემდეგაც უკვე აირჩია კარიერის გასაგრძელებად Golden State. მას რამდენიმე კლუბი ეპატიჟებოდა, მაგრამ აი ჩემპიონების მოსაპოვებლად, საჩემპიონო მოსაპოვებლად სწორედ ზედ გამოჭრილი Golden State-ია. ეს გუნდი ნამდვილი მონსტრი ხდება და ვნახოთ ვინ მოახერხებს მის შეჩერებას, თუ საერთოდ მოახერხებს რომელიმე გუნდი 2016-17 წლების სეზონში. სხვა შორის, როცა ესე ძლიერდება გუნდი და უკვე ბევრ ვარსკვლავს უყრის თავს, ბევრი გულშემატკივარი მას შორდება და უკვე გულშემატკივრობენ იმ კლუბებს, რომლებიც ნაკლებად დაკომპლექტებული არიან, დაჩაგრულებს თუ შეიძლება ასე ვთქვათ და შეიძლება მართლაც ბევრი გულშემატკივარი მოაკლდეს აი ამ გარიგების შემდეგ Golden State-ს. ესეთი უცნაურობა სხვათა შორის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში არსებობს. არ შეიძლება არ ვისაუბროთ Euro 2016-ზე, ვინაიდან მოახლოვდა ნახევარფინალური მატჩები, გადამწყვეტი მატჩების დრო დგება ევროპის ჩემპიონატზე, ხვალ პირველი ნახევარფინალია პორტუგალია უელსი და გუნდების ბანაკებიდან გუშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა, კერძოდ პორტუგალიელებს არც თუ ისე კარგად აქვს საქმე დაცვის ხაზში, თუ ვერ მოახერხებს ხვალ მოედანზე გასვლას მადრიდის რეალის ფეხბურთელი პეპე. გუშინ ვერ შეძლო მოედანზე გასვლა და ვარჯიში პარტნიორებთან ერთად დასვენების საშუალება მიიღო, ვინაიდან ბარძაყის ტრავმა აწუხებს პორტუგალიის ნაკრების დაცვის ლიდერს და მისი თამაშის საკითხი ხვალინდელ შეხვედრაში უშუალოდ მატჩის წინ გაირკვევა. რაც შეეხება უელსის ნაკრებს, აქ თითქმის ყველა მწყობრშია, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარეთ ბეილმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, ის მწვრთნელება მანდამაინც არ დატვირთეს, ვინაიდან მიკროტრავმასთან გვაქვს საქმე, თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ გარეთ ბეილი მოედანზე იქნება. ორივე გუნდს ყავს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი, არონ რემზი ვერ ითამაშებს უელსის ნაკრების რიგებში, ხოლო ვილიამ კარვალიო დააკრება პორტუგალიის ნაკრებს. UEFA-მ დაანიშნა საჯები ორივე ნახევარფინალზე, პორტუგალია უელსი იმუშავებს იონას ერიქსონი შვედეთიდან, ხოლო გერმანია საფრანგეთზე ნიკოლა რიცოლი იტალიელი არბიტრი. ეს მატჩი მარსელში გაიმართება. და შეგახსენებთ საინტერესო მოვლენებს უიმბლდონის ტურნირიდან, თითო მატჩის ფრაგმენტებს შევთავაზებთ მაყურებელს. ჯერ ვისაუბროთ ქალების ტურნირზე, სადაც მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა ვილიამსმა მოახერხა მერვედფინალური ბარიერის გადალახვა და ის ითამაშებს მეოთხედფინალში. გუშინ სვეტლანა კუზნეცოვა დაამარცხა სერენა ვილიამსმა 2 სეტში 7-5, 6-0. იყო პრობლემები პირველ პარტიაში სერენასთვის, 5-4-ზე კუზნეცოვა სეტზე აწვდიდა, მაგრამ ვერ შეძლო ამ შანსის გამოყენება.
ეხება, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად გატყდა რუსი ჩოგბურთელი და აი ამის შემდეგ ვილიამსმა აიღო Z9 გეიმი, რაც გამოიხატა ასეთ საბოლოო ანგარიში 7-5-6-0. სერენა ვილიამსი მე-11-ით ითამაშებს უიმბლდონის მეოთხედფინალში. გუშინ ყველა მერვედფინალი გაიმართა ქალთა ტურნირზე და მეოთხედფინალური წყვილები ასეთია: სერენა ვილიამსი, პავლიჩენკოვა, ციბულკოვა, ვესტინა, ჰალეპი, კერბერი და ვინუს ვილიამსი, შვედოვა. დღეს გაიმართება მეოთხედფინალები ქალთა ტურნირზე. რაც შეეხება მამაკაცების ტურნირს, აქაც იყო გუშინ მერვედფინალური მატჩები, აქედან 7 დასრულდა და ერთ-ერთი ენდი მარეიმ აჩვენა ძალიან კარგი თამაში. ენდი მარეიმ მიიღო ბრწყინვალე შანსი მეორედ მოიგოს უიმბლდონი, ვინაიდან ჯოკოვიჩმა სენსაციურად წააგო მე-16 ფინალი. რაც შეეხება მარეის, მან გუშინ 7-5-6-1, 6-4 დაამარცხა ავსტრალიელი აომავალი ვარსკვლავი ნიკ კირგიოსი, რომელიც თითქოს კარგ ფორმაში იყო, მაგრამ მთელი 3 სეტი ავსტრალიელმა ისე ჩაატარა, რომ ერთ ერთი ბრეიკ პოინტი ვერ გამოიმუშავა, რაც რა თქმა უნდა მარეის დამსახურება იყო. თავად ბრიტანელს კი 13 ასეთი შანსი ჰქონდა, აქედან 4 გარდასახა მომგებიან ქულაში, 4-ჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და ძალიან იოლად გააღწია მეოთხედფინალში. აქ მისი მეტოქე იქნება ფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგა, ასევე გავიდა შემდეგ ეტაპზე გუშინ როჯერ ფედერერი, რომელმაც სტივ ჯონსონი დაამარცხა. როგორც ველოდებით, ხვალინდელ ნახევარფინალს ევრო 2016-ზე, დღევანდელ მეოთხედფინალს უიმბლდონზე სპორტული ცხოვრება პრინციპში გააქტიურდა უკვე გარდა ევრო 2016-ისა, ბევრი საინტერესო ამბავი ხდება სპორტულ სამყაროში. დიდი მადლობა, ეს იყო გიორგი თვალაბეიშვილი, მას ჩვენს გადაცემაში ხვალ დილის 8 საათიდან შეხვდებით.